ახლა შემოგვიერთდება დიპლომატი მამუკა ჟღენტი და რატომ ის საომშვიდობისა ბატონო მადლობა ჩართვისთვის ის ჩვენ დღეს მოვიწვიეთ იმის გამო რომ სწორედ მამუკა ჟღენტმა თქვა ჩვენს ეთერში მათ შორის რომ ბაჩიაშვილი იყო სავარაუდოდ კერდა დადასტურებით საამიროებში და რომ ის გაიცვალა სავარაუდოდ პოლოლიკაშვილის კანდიდატურაში საამიროების კანდიდატურის საპირწონეთ რაღაცნაირად დადასტურდასავით ეს ვერსია რა შეგიძლიათ თქვათ დღეს საამშვიდობისა მოდი დავიწყებ იქიდან რომ რაღაც განცდა მაქვს ისეთი რომ ალბათ შეიძლება ხვალანზე მოვისმინოთ რომ ეს Deep State-ის ყველაფერი გაჩარიჩებული იყო წყალებში და რეალურად ბაჩიაშვილი აიძულა Deep State-მა იგივე თქვენ Guardian-ის განცხადება თუ Guardian-ში მიცემული ინტერვიუ წაიკითხეთ და იქ აღნიშნავს რომ ვიღაცა თუნდაც ლიკვიდაციას აპირებს როგორც ეს არ არის ივანიშვილი პირიქით ივანიშვილის მტრები და არ გამოვიცხავ რომ ორ დღეში აღმოჩნდეს Deep State-ი ამ ყველაფრის უკან და ბაჩიაშვილი ალბათ შეიბრალოს თუ შეიწყალოს მამამარჩენელმა უბრალოდ მე როგორ გავითარდება და სასამართლო გადაწყვეტილებას როგორ მოუვლიან ეს არ ვიცი მაგრამ თქვენ ამბობთ რომ შესაძლოა ესე იგი მან აღიაროს და წაყვეს უკვე ივანიშვილს აი ამ დაძალებულ თამაში ვინაიდან უკვე ის ივანიშვილის ხელთ არის და ახლა მისთვის უკვე ყველაზე მნიშვნელოვანია თავისუფლება და როგორც ჩანს არა მხოლოდ თავისუფლება არამედ სიცოცხლეც ბატონო, იმიტომ რომ ერთი ფაქტია, რომ ის ნებაყოფლობით საზღვარზე ვერ აღმოჩნდებოდა, იმიტომ რომ მის საზღვარზე ყოფნას თუ მას სურვილი ჰქონდა დაელაგებინა ივანიშვილთან, არ ჭირდებოდა მისი ასე ვთქვათ ტრანსპორტირება, მას შეეძლო უბრალოდ ივანიშვილის მობილურის ნომერი ალბათ გააჩნია და გააჩნდა, მიეწერა ის კოდები თუ გასაღები თუ რაც ქვია, გადაეცა ეს ბიტკოინები და დაალაგდებოდა ისიც და არ დაჭირდებოდა ეს ყველაფერი ეს მთელი ცირკი ქართულ ხელისუფლებას. მეორე ერთი მინდა ამას აუცილებლად ხაზი გავუშვა, იმიტომ რომ დღეს სოციალურ ქსელებში ვაკვირდები და რაღაც შედარება მოყავთ მუხთარისთან. მინდა პირდაპირ ძალიან ნათლად გავაცხადო, იმიტომ რომ არ შეიძლება ეს შეურაცხყოფა, იმიტომ რომ ყველა ქვეყანა და მსოფლიოში ყველა სახელმწიფო როგორც საქართველოს არ იმართება და არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში შეიძლება სრული კანონები აქვს, სხვანაირი კანონებია, მაგრამ კანონის უზენაესობა არის უმაღლეს დონეზე. შესაბამისად, მისი მუხთალის ფორმით თავზე რაღაც კუზის ჩამოცვიდა სადღაც გადაცემა არის გამორიცხული. დარწმუნებული ვარ, ეს ოფიციალური პროცედურა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული, რომ სულს ამასთან კავშირი არანაირი არ აქვს. მე მგონია ეს პროცედურა კეთდება პროკურატურის მეშვეობით, იქნა მოთხოვნილი იქნა მისი ექსტრადირება და შესაბამისად ეს მოთხოვნა ადვილია ამის დაკმაყოფილება იქ სასამართლო და რაღაცები არ ჭირდება განსაკუთრებით ემირატებში ამას პრობლემი ხელისუფლება იღებს ამ გადაწყვეტილებას შესაბამისი დოკუმენტაციის მიღების შედეგად და ჩემი აზრით ის უბრალოდ გადმოცეს მისი ექსტრადირება მოახდინეს საქართველოს ბატონ მამუკა მაშინ დასჭირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აი ეს ნაწილი ის განცხადება რომელიც მან გამოაქვეყნა იქ მწვანე საზღვარზეა ლაპარაკი რაღაც ინტერპრეტაციის ისეთ საშუალებებს ტოვებს რომ ფანტაზია სადამდეც გაუშვებს ადამიანს იქამდე წავა. რატომ მოხდა ეს თუ კი ოფიციალურად გადმოსცა ბაჩიაშვილი ივანიშვილს საქართველოს სახელმწიფო საამიროებმა? ვიმეორებ, ახლა მე დაზუსტებით ვერ მეცოდინება, ახლა როგორ გადმოცეს, მაგრამ ისევ და ისევ ლოგიკას თუ მივუყურებით, ვიცი და ვიცნობ ემირატების, ასე ვთქვათ, საამიროების კანონმდებლობას, რა ხდება და როგორ ხდება იქ. ესე საკუთარ იმიჯს, იმიტომ რომ ეს ძალიან სერიოზულ დარტყმას მიაყენებს საამიროებს და იმ პოლიტიკას, რომელიც ისინი ახორციელებენ, იმიტომ რომ ფინანსური ცენტრებია, ტურიზმია და ასე შემდეგ. ამიტომ ესეთი кейსის დაშვება, ხო, გამორიცხულია. შესაბამისად, ვარაუდობ მაგრამ დიდი ალბათობა იმიტომ სხვა ახსნა ამას არ აქვს იყო ექსტრადირება მოთხოვნილი და გადმოეცა რაც შეეხება სულს ეს კიდევ ერთხელ აძლიერებს იმ ჩემს შეფასებას რომ ეს წელი ცირკი დასჭირდა სწორედ იმით რომ რამდენად აუხსნან ისევ თავის აი ამ ბოს ვინც თავს მამორჩეველი თუ მომხრე რომ არანაირი გასვლა იქ იმიტომ რომ ძალიან ბევრი მათ შორის ქართული ოსების დღემდე მხარდაჭერი ბატონ ჟურა პოლიტაშვილის პატივსაცემს და ასე შემდეგ ხო უბრალოდ აი ჩემთვის კიდევ ერთი მაგალითია იმისა რომ ეს ყველაფერი მოხდა შეიძლება ეს არ იყო ერთადერთი პოლიტაშვილის პოზიციის გაცვლა შეიძლება სხვა რაღაც ელემენტებიც იყო მაგრამ ეს მთელი სულელური რაღაც დადგმულის რაღაცა ვითომ იქ საყვართან სეირნობდა რაღაცა
რომელსაც ვიმეორებ ტულს მოკლე ფეხები აქვს, იმიტომ ეს ვერ გაგრძელდება. ხა შეიძლება თუ დალაგდა და შეიძლება თვითონაც თქვას, რომ სასტეინო ჩამოვიდა იქ ტურისტული ზონაა, მაგრამ ვიმეორებ გამორიცხულია ეს ემირატებიდან სხვაგვარად ვერ გამოვიდოდა და მოგახსენეთ წინა ჩართვაშიც, რომ მას ჰქონდა გადადგილების პრობლემა ემირატებში, შესაბამისად, თუ რომ მას მონდომებოდა ტურისტულად იქ ჩასულიყო, ამის საშუალება მას არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რაღაცაში გაიცვალა და ნუ კიდევ ვიმეორებ ხა ჩემი აზრით პოლიკაშვილის ეს პოზიციის სამარცხვინო ქმედება საქართველოს ისტორიაში რაღაც ამოხთარა, რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქის წინააღმდეგ და დღეს პრემიერ-მინისტრის ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრის განცხადება მოვისმინე, რომ შეურაცხყოფა მიაყენაო, რას ნიშნავს შეურაცხყოფა მიაყენა, ეს ალბათ ახსნან უკეთესად. ეს კიდევ პარასტურებს, რომ ეს ყველაფერს წამსვლია. ბატონ მამუკა, გაიცვალა დიახ, აი ეს რეპუტაცია საამიროების არის იმგვარი, რომ იქ ადამიანებმა უსაფრთხოდ უნდა იგრძნონ თავი ფიზიკურადაც და ისედაც. გაიცვალა როდესაც ამ ვერსიაზე ლაპარაკობთ, ეს ასე ადვილად ხდება, თუ ივანიშვილს დასჭირდა მისი მეგობრების დახმარება ქვეყნის ფარგლებს გარედან? იცით რა შეასაქმე, მოდით ახლა ეს ყოფილიყო გაჩეშვილი ყოფილიყო საფრანგეთში ან გერმანიაში, ხო, ბევრად რთული იქნებოდა, მაგრამ ადამიანი არის გასამართლებული, მას მისჯილი აქვს სასჯელი. ანუ არსებობს სასამართლო საქმე, შესაბამისად აბსოლუტურად ნორმალური პროცედურაა, როდესაც ადამიანს აქვს მისჯილი და ის არ იმყოფება არის სასჯელს და ვიცით, რომ ის იმყოფება რომელიმე სახელმწიფოში, არსებობს შესაბამისი პროცედურები და პროცედურების თანახმად აქ ამ შემთხვევაში ის რომ ეხა ეს სასამართლო ესეთია თუ ისეთია, ეხა ყოველ შემთხვევაში ემირატებში საემიროებისთვის ამას ისეთი მნიშვნელობა როგორც საფრანგეთისთვის ან საბერძნეთისთვის არ აქვს. ამიტომ кейსი არსებობდა შესაბამისად სამართლებრივი მოთხოვნის შესაბამისად გადააგზავნეს ალბათ თხოვნა ექსტრადირებაზე. ყველა მასალა იქ იყო და აქედან გამომდინარე სასამართლო იქ თუ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ვიმეორებ მიიღო გადაწყვეტილება მის ექსტრადირებას და გადმოაყენებას. საინტერესო სურათს მივიღებთ, დიახ, საინტერესო სურათს მივიღებთ ორ დღეში, როდესაც ბაჩიაშვილი ილაპარაკებს. ამ ყველაფერს საინტერესოა რა სიტყვის. მან უნდა თქვას, რომ მართლა იყო იმ მწვანე მონაკვეთზე საზღვრის, ან უნდა თქვას ის, რასაც ახლა გარდიანი ამბობს, რომ პირდაპირ გადმოაფრინეს საამიროებიდან საქართველოში. ესე იგი, საინტერესო ის არის, რომ სუსის განცხადება უნდა გამოვიდეს ან სრული ბლეფი, ან ის უნდა დაადასტუროს ბაჩიაშვილმა. მაგრამ რას უშვებით მაშინ გარდიანის ინფორმაციას? ვიმეორებ, ეს ძალიან ადვილია, ძალიან მოკლე ფეხები აქვს ასე ყუროს. თქვენ შეგეძლიათ მიმართოთ საემიროების გენერალური პროკურატურის საინფორმაციო სამსახურს და აუღოთ მუშაობთ ამ მიმართულებით. რამდენად შესაძლებელია საემიროებიდან ადამიანზე თავი ჩამოაცვა და ვიღაცამ გაიკაცოს. ან ადამიანს რომელსაც პასპორტი არ გააჩნია. კითხვა კიდევ რომ თავზე ჩამოცმეს სამწუხაროდ ასეთი პირდაპირი მნიშვნელობით მოხდა საქართველოში ავგან მუხტარლისთან დაკავშირებით, მაგრამ აი თვითონ შინაარსით არის თუ არა ეს მსგავსი ამბავი, გამოყვანა მოხდა თუ არა საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვით. ჩვენ ახლა ინტერპოლის პასუხი გვაქვს ხელთ და გვეუბნება ინტერპოლი ასე ღიად წერილობით, რომ წითელ ცირკულარზე, რასაც ამბობს სუსი, არ ყოფილა დასმული ბაჩიაშვილი. აქ უკვე რამდენიმე ტყვილი იკვეთება მოკლედ სუსის განცხადებაში, რაღაცა იმალება. შეიძლება რომ პროცესში საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფალს ივანიშვილს დახმარებოდა რუსეთი ბაჩიაშვილის მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერსონის გადმოცემაში. ვიმეორებ, ახლა ივანიშვილი რუსეთის დასმულია და რუსეთის ფრენდებარე, ახლა ამაში მე მგონი ეჭვერებს არეპარება, მაგრამ არ გჭირდება ჩვენ რაღაც დამატებითი არ მოფიქრებული არგუმენტი იმისთვის, რომ ეს დავადასტუროთ. არა მგონია. ვიმეორებ, ინტერპოლიც არაფერ შუაში არ არის, საერთოდ სუსი არაფერ შუაში არ არის, გაკეთა პროკურატურის მეშვეობით. შესაბამისად, არაფერი კანონი არ დარღვეულა, გადააგზავნეს მოთხოვნა. ამიტომ ვიმეორებ, ადამიანი, რომელსაც მისჯილი აქვს, რომელიც სახელმწიფოს ვალდებულება მისჯილმა მოიხადო სასჯელი, ხო? რაში ჭირდებოდა ეს სუსი და ეს ყველაფერი? გარდა იმისა, რომ რამენერად აეხსნათ, რომ იცით, აი ის თვითონ შემთხვევით აქ ჩამოვიდა და ჩვენ კი არ გვიჩალიჩია პარებში და კი არ გაგვისვლია. პრობლემა არის გაცვლა, იმიტომ რომ რეალურად მოხდა ის, რომ ემირატები ეხლა ცოტა
ასევე სხვა სპეციფიკაა, ძალიან ნაკლებია და ცოტა ექსტრადიციის შემთხვევები. შესაბამისად, ემიგრანტებს კანონის საკუთარი კანონის სრული დაცვით, მაგრამ ეს არის დისკრეცია ხელისუფლების გადასცეს ან არ გადასცეს. შესაბამისად, მათ რომ ინტერესი ქონოდათ საკუთარი კანონის დაცვით, ეს ექსტრადირება მოეხდინათ, შესაბამისად, ამისთვის გაკეთა აი ეს ყველაფერი გასვლა. და ერთი საკითხი ხარ, რაც შეეხება თვითონ ბაჭიაშვილი რას იტყვის, მე მოგახსენეთ ახლა ჩემი ასე ვთქვათ, აღქმა ისეთია, რომ იტყვის, რომ deep state-ის მიერ ვიყავი მართული შეცდომა შეყვანილი და გთხოვთ მომიტევოთ ვიმეორებ ჩამოსვლის აზრი ესაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ აპირებდა დაალაგებას ივანიშვილს და ციხეში ჩასვლას თუ ამ ფულის დაბრუნებას, ხო? მიეცა კოდი ეს ბიტკოინია ხარ, ჩემოდნი იმით აკია მეშოკით თუ იმით აკია ვედროთი ხო არ უნდა ჩამოეტანა, ხო? წოდს გადაუგზავნი და ტელეფონზე SMS-ით თუ WhatsApp-ით თუ არ ვიცი რითი როგორ კონტაქტობდნენ და ამოიწურებდა ყველაფერი რა საჭიროა. თქვენ ამბობთ რაღაცა ისეთ ვერსიას, როდესაც უკვე გულისხმობთ ივანიშვილისა და ამ ეტაპზე უკვე ბაჩიაშვილის რაღაცა ტიპის შეთანხმების ვერსიას, ხომ? სხვათა შორის საინტერესო, როდის არის ჩაწერილი Guardian-თან მისი ინტერვიუ, გუშინ გამოქვეყნდა, ან როდის დააკავეს, ეს ჩვენ თარიღები არ ვიცი. 26-ში, სუსი ამბობს, რომ 26-ში. სუსი ამბობს 26-ში, მაგრამ რა სუსი არაფერს სიმართლეს ამ განცხადებაში უკვე ჩვენ მარტივი მოკლევით გამოვიკვირეთ, რომ არაფერს ამბობს სიმართლეს. შეიძლება თარიღიც არასწორი და შესაძლოა დაკავებულია გაცილებით უფრო ადრე და Guardian-თან მისი ინტერვიუ ჩაწერილია უკვე ტყვეობაში და აი თქვენ რაც თქვით, რომ იქ ვერსიაა, რომ თითქოს ყველა შეიძლება ცდილობდა ვიღაცა ორი სხვადასხვა სივრცე მის ფიზიკურ განადგურებას იმისთვის, რომ ივანიშვილისთვის აქ შიდა პოლიტიკური პროცესი კიდევ ზედმეტად აერია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაალაგდება და გაირკვევა. თუმცა ძალიან რთულია ეხა პატიმრობაში მყოფ ბაჩიაშვილზე ჩვენს წინასწარ ვთქვათ, რომ ის უკვე თანამშრომლობს ივანიშვილთან. მოდი დაველოდოთ. და არის არის მეორე ფაქტორიც, ჩვენ ვახსენეთ კიდეც ნინოეს, აქ ფული არის უმთავრესი ამ წუთას ივანიშვილისთვის აი ამ საქმეში, მაგრამ მეორე მხრივ თავად გზავნილი მისი სისტემისთვის, რომელზეც ძალიან აუგად ილაპარაკა ბაჩიაშვილმა და თქვა, რომ ისეთი ხვრელებია და ისეთი მორყეულია სისტემა, ალბათ ამასაც აქვს მნიშვნელობა ავტორიტარი მმართველისთვის, თუმცა ეს ყველაფერი მაინც ვარაუდები გამოდის საბოლოო ჯამში, რას იტყვის ბაჩიაშვილი, ალბათ ამით შეგვეძლება კიდევ ვიმსჯელოთ რა სიცხადეს შეიტანს. ორ დღეში იქნება ეს სასამართლო და გავიგებთ ალბათ რაღაც დეტალებს, რაც დასკვნების საშუალებას მოგცემს. რამეს დამატება თუ გსურთ ბატონ მამუკა, ვიდრე დაგემშვიდობებით. ერთადერთი ხო, დიდი მადლობა. ერთადერთი უბრალოდ მაინც მინდა აყურებდა გამოსვლას, უბრალოდ წარმოიდგინეთ თქვენი თავი მის ადგილას და ესეთ ინტერვიუს იძლევით, ისო ისე კლუბაში ამიცემული მე გამოვიცხავდი, ესეთ ინტერვიუს აძლევთ და ამ პირობებში, როდესაც ივანიშვილზე იძახეთ, რომ იქ რაღაც ვუდუს კანონები და რაღაც ივანიშვილზე მოქმედებს, კი საკმაოდ მტკივნეულია, მაგრამ იმავდროულად იძახი, რომ ჩემს იძახის, რომ მის სიცოცხლეს ლიკვიდაციის საფრთხე არსებობს, მაგრამ ეს არ მომდინარეობს ივანიშვილზე. ეს მნიშვნელოვანი დეტალია, კი, გეთანხმებით. ანუ ესეთ რაღაცას ხო თუ აიტოვებ შენ რაღაცა იმას, რომ აი დაალაგდეს, ხო? და მე ვიმეორებ ახლა იგივე პერსონაჟიდან გამომდინარე, ხო? ახლა რასაც ვაკვირდები, ახლა პირველ არ ვიცნობ ნამდვილად და უბრალოდ აი რაც ბოლო პერიოდში მისი სახელი გამოჩნდა და ეს რაღაც ძალიან აქტუალური გახდა. ახლა ჩემი შეფასება ვიმეორებ ახლა ამას თავს ვერ დავდებ, ახლა თავს დავდებ იმაზე, რომ ემიგრანტებიდან ის საემიროებიდან მას ვერ გამოაპარებდნენ თუ ვერ მოიტაცებდნენ, თავს დავდებ იმაზე, რომ ის იქ იმყოფებოდა და ასე დააშენეთ, მაგრამ რაც შეეხება ამას, უბრალოდ ეს ჩემი ვარაუდია, ხო? ეს ადამიანი არ მგონია ახლა ეს მithumetes იმ პირობებში, რომელშიც ესენი ალბათ ამყოფებენ და იქ მე მგონი ადვოკატებმა აღნიშნეს წამების საფრთხე და ვიცით ხო რა ფეხა ვითომ მოვიდა ეს ხელისუფლება იმითო საპატიმროებში და პენტენციარ სისტემაში უნდა შეეცვალა სიტუაცია, მაგრამ დღეს ავითარება ყველას კარგად მოიხსენება, ხო? ამიტომ ახლა ეს ადამიანი არ არის ის, რომელიც რაღაცას შეეცება უკეთესად შეეძლო ალბათ დაელაგებინა უცხოეთიდან, მაგრამ ახლა აქ ალბათ მოუწევს უფრო მეტის გადახდა. მაგრამ მე როგორ აპირებს უკვე ქართული ხელისუფლება, საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და სასამართლო მის ასე თქვა შეწყალებას თუ ისა, აი ეს უკვე საინტერესოა თუნდაც სამართლებრივად. ძალიან დიდი მადლობა.